აი ჩამოვიდა პასუხი, გავიგეთ რა ხდება ადამიანის ტვინში, ეს ტვინის რუკა გვაქვს და მერე აქ შემოდის უკვე TMS-ი, ხო? დიახ. მას შემდეგ რაც ჩვენ უკვე გვაქვს გზამკვლევი, როგორც თქვით, როგორ ვიმუშაოთ ამ კონკრეტულ ტვინზე, იმისათვის რომ მენტალური პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ ვიცით უკვე რომ კონკრეტული უბანი, რომელიღაცა აპარატს ემორჩილება, კონკრეტული უბანი დასატრენინგებელია იმისთვის, რომ გადასწავლა მოხდეს აი ძველი ჩვევების და რომელიღაცა უბნისთვის აუცილებელია ფსიქოთერაპიული ჩარევა და ეს კომპლექსური მკურნალობის მეთოდი შემოდის. TMS-ი ავტორიტეტული ნეიროტექნოლოგიური მეთოდია, აპარატია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მაგნიტური ტალღით შეიცვალოს ტვინის ნეირონული ქსელების აქტივობა, მაგალითად, როდესაც ტვინის რუკა გვეუბნება, რომ დეპრესიული მდგომარეობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს თქვენს მარცხენა პრეფრონტალური კორტექსის დაბალი აქტივობით, რომელიც ძალიან ხშირად ნამდვილად ასეა ხოლმე. ამ შემთხვევაში ჩვენ დამიზნებითი მეთოდით ვახერხებთ იმ არეალის გააქტიურებას, მაგალითად დაბალი აქტივობა შეიძლება იყოს 2, ან 4, ან 6, მაშინ როდესაც ფრონტალურ არეს, იმისათვის რომ იყოს ესე იგი აქტიური, იმისათვის რომ მართოს პროცესი, იმისათვის რომ მართოს ემოციებიც, ჭირდება დაახლოებით 14 ჰერცი მაინც. ბეტა აქტივობაზე უნდა მუშაობდეს ეს არეალი, იმისათვის რომ მისი პასუხისმგებლობა შეასრულოს წარმატებით. როდესაც ეს ვიცით და გვაქვს მონაცემი რომ 4 ჰერცია, რა თქმა უნდა, დამიზნებითი მეთოდით ჩვენ შევეცდებით რომ ეს აქტივობა გავზარდოთ.